საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტების მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ. შეკვეთილი რუსოფობია და შეცვლილი რიტორიკა. ნაციონალური მოძრაობისა და მათი მოკავშირეების პარადოქსულ პოლიტიკას პრემიერ-მინისტრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამხელს. როგორ იქცა რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად, არა საქართველოს, არამედ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ და რატომ გააქტიურდა ანტირუსული კამპანია მხოლოდ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ. ირაკლი კირცხალია 2008 წლის ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და კულტურის სფეროს იმ მოღვაწეებს იხსენებს, ვინც დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული განცხადებებით გამოირჩევიან, თუმცა 2008 წლის შემდეგ რუსეთში კონცერტებს მართავდნენ. განსხვავებული სფეროს წარმომადგენლების ერთდროულად ერთნაირი რიტორიკით მოქმედების დამთხოვის არ სჯერათ ქართულ ოცნებაში. სალომე გობრონიძე თემის დეტალებით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსულ სცენაზე მდგომი კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლები და 2022 წლის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეცვლილი რიტორიკა. რატომ არ აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობისთვის, მისი მხარდამჭერებისთვის საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, საკუთარ სამშობლოში დამატებით 30,000 იძულებით დევნილი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი ანტირუსული განწყობებისთვის საკმარისი და რატომ იქცნენ კონკრეტული ჯგუფები რუსოფობებად 2022 წლიდან. ნაცმოძრაობისა და მისი მიმდევრების რუსეთის მიმართ არათანმიმდევრულ პოლიტიკას პრემიერ-მინისტრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამხელს. პროფესიის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ეგრეთ წოდებული კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ. თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა. ყველა მიცის, რომ სუხიშვილებმა 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან 5 წელიწადიც არ იყო გასული, სანქტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს. თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს. აგვისტოს ომის შემდეგ შოსტაკოვიჩის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში სიმფონიურმა ორკესტრმა 2 კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისთვის პოლიტიკა არ არის მიზეზი, რომ რუსეთში არ წავიდეს. მისთვის მიზეზი თავმოყარეობაა. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ თავმოყარეობამ არ შეაწუხა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თუ კი მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას არ დაიკავებს, წველ სირცხვილს იგრძნობს. გვერდს ვერ აუვლია ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა
ბჭულაძეს, რომელმაც იმის გარდა რომ რუსი ბანის სახელით დაიმკვიდრა სახელი 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინისთან დასწრებით იმღერა. ჩამონათვალის შორს წაგვიყვანს, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს. თუ როგორ არ ამბობდნენ უარს რიგი ეგრეთ წოდებული კულტურის მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე ან რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე. პარალელურად კი ნაცმოძრაობას რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. ამავდროულად მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ. 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა. გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით. ხმალა მოღებულები იბრძვიან ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად რუსოფობიამდე მივიდა. სხვადასხვა მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენელ ცნობად სახეებს, რომ დიდი გავლენა აქვთ და მათი ქცევები თუ მოწოდებები, რომ საზოგადოების კოლექტიური აღქმის ჩამოყალიბებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. ერთი შეხედვით, ასე ალოგიკურად რატომ იქცევიან და არის თუ არა დამთხოვა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და NGO-შნიკები, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე ასეთი დამთხოვების არ მჯერა. ის რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საუბრობს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. ვიდეო არქივი ინახავს არაერთ მასალას კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც უკრაინის ომის შემდეგ რუსოფობიურ კამპანიაში ჩაერთნენ, ხოლო საქართველოში აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე რუსეთში კონცერტებს აქტიურად მართავდნენ. Я знаю тайну одиночества, его загадку и пророчество. Здравствуйте, мои дорогие друзья! Я рад приветствовать вас в столице Грузии, в Тбилиси. 29 апреля у меня выпала честь приехать к вам в Москву. Встречайте, Нинок Тамаза и группа «Инсайд». Актер придумал полностью номер, и я вначале очень возмущалась и говорила: რატომ შეიცვალეს პოზიცია 2022 წლის და არა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ? შეცვლილი რიტორიკის ავტორების ნაწილი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ნაწილმა გვიპასუხა, თუმცა კითხვების მოსმენა აღარ ისურვეს. ომისა და 2022 წლის შემდეგ რა შეიცვალა? ქალბატონო ნინო, გამარჯობა, პოსტივის ჟურნალისტი გერაკავთ. ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება. რატომ გახდა ამ კონკრეტული ჯგუფებისთვის რუსეთი ოკუპანტი არა საქართველოს, არამედ უკრაინის ომის შემდეგ? სააკაშვილის პარტიაში კონკრეტულ კითხვას ჯერ პასუხი არ გასცეს, შემდეგ კი თქვეს, რომ მათთვის მიუღებელია რუსეთის ტერიტორიაზე გამართული კონცერტები, თუმცა არაფერი უთქვამთ მაგალითად იმ საკითხზე, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის კულტურის მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აგვისტოს ომიდან 3 თვის შემდეგ რუსეთის კულტურის მინისტრს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვა თავად შესთავაზა. მიუღებელია ჩვენთვის ოკუპანტთან თანამშრომლობა, მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სანაცვლოდ ცეკვა თამაში მტრის მიწაზე. საერთო პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი ჯგუფების საერთო რიტორიკა მართველი პარტიისა და ხალხის ძალისთვის თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ 2008 წლის შემდგომ რუსეთის მიმართ ოპონენტების ლოიალური დამოკიდებულება და ამჟამინდელი რუსოფობიური კამპანია გარეთ დავალება და გლობალური ომის პარტიის გეგმის ნაწილია. ისევ 2008 წლის ომზე. აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ჩვენი მოქალაქეების უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად დღეს ყველაზე ხმამაღალი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეულ ნაცაქტივისტებს წლების განმავლობაში რუსეთიდან სარგებლის მიღებაზე უარი არ უთქვამთ. მათთვის არც რუსეთში საქმიანობა და არც სააკაშვილის ხელისუფლების რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გამხდარა პრინციპული პროტესტის საფუძველი. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ მათი დღევანდელი პრინციპულობა რატომღაც მაშინ ვერ გააღვიძა. რადიკალურად 2022 წლის შემდეგ შეიცვალა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა პოლიტიკის არასამთავრობო თუ კულტურის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა საკუთარ თავში უკომპრომისო ანტირუსული პოზიცია. ამიტომ კითხვა კვლავაც აქტუალურია და ამავდროულად მარტივი. რატომ ახლა და რატომ არა მაშინ, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი საქართველო იყო? მესიჯ ბოქსი კონდათ, რომ აი რუსები აუცილებლად ჩამოსულიყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეთვოთ
ურთიერთობა, კულტურული ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, კონცერტები იმართებოდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქართველი მომღერლების, მსახიობების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. კულტურის მოღვაწეები თუ მეცნიერების ცალკე სფეროდან ცალკეული პირები პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ჩვენი რო თანამშრომლობდნენ რუსეთთან, არანაირი პრინციპული დამოკიდებულება არ ჰქონდათ, მიუხედავად 2008 წლის ომისა, მიუხედავად 400-ზე მეტი დაღუპულისა, დაკარგული დროებით ტერიტორიებისა და ასე შემდეგ, ჩვენი რო დაიარებოდნენ, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და აგრძელებდნენ რუსეთში. სიტყვა რუსიც კი თურმე სამარცხვინო იყო 2022 წლის შემდგომ, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში. და 2008 წლის შემდგომ, როდესაც საქართველოს ნაწილი ოკუპირებული იქნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რამდენიმე თვეში თავად პრეზიდენტი ჩაბრძანდებოდა საზღვართან და რუს ტურისტებს ღვინის ჭიქით ხელში უმასპინძლდებოდა. ხოშტარიანთან დაწყებული გია ჯაფარიძით დამთავრებული ამბობდა, რომ ინვესტიციები ჩადეთ საქართველოსშიო. პაატა ბურჭულაძე ღვინო უკახუროს უმღეროდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რა კარგად მოახდინე ოკუპაცია და აღიარებითი პროცესიო. 2022 წლის 24 თებერვალი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გარდა ის თარიღია, როდესაც ნაციონალური მოძრაობა, NGO სექტორი და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი საქართველოში აქციებს იწყებენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის, რუსი ტურისტების საქართველოში არ შემოშვებისა და ფრენების აკრძალვის მოთხოვნით. თუმცა იგივე სახეები 2008 წლის შემდეგ რუსეთში სცენაზეც იდგნენ და რუს ტურისტებს საქართველოში გულითადად ხვდებოდნენ. რატომ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება მხოლოდ 2022 წლის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ. სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა. გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში აფხაზეთის ომის მონაწილეები გამოიკითხნენ. ვეტერანები ბარამიძეს სიცრუეში ამხელენ და ამბობენ, რომ მისი განცხადება სეპარატისტული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავენ ნაციონალურ მოძრაობაში. სახელისუფლებო გუნდისთვის კი ბარამიძის განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯია. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. მისი დაბალი ინტელექტის მიუხედავად მას არ შეიძლება არ ცნოდა, რომ რამხელა ბოროტებას ჩადიოდა. ეს არის შეკვეთა, რომელსაც ის ვერ გაურბის და ყოველდღიურად აგრძელებს და აგრძელებს. ასე აფასებს მალხაზ თოფურია აფხაზეთის ომთან დაკავშირებით 4 დღის წინ გია ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ვეტერანის თქმით მხოლოდ რუსეთისა და სეპარატისტული ძალების ინტერესებს ემსახურება. აფხაზეთის ომის ვეტერანი ახლა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს. შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარე 5 გზის არჩეული ქართველი ერის მიერ აი ესეთი თანამდებობის ადამიანი აკეთებს იმ განცხადებას, რომელიც უხარია მიგრანიას, იმას სალავიოს და იქ ვიღაც არძიმას და ბიძაშვილებს. ამ კაცს უნდა ვათქვევინოთ, რომ აი ეს ან ჭორიკანა, ან ხელი უნდა დაადოს. ნუ რა თქმა უნდა ის ჭორიკანა, იმიტომ რომ ვერავის ვერ დაადებს ხელს. შეკვეთა მიცემულია, რომ მან ბოდიში არ უნდა მოიხადოს, ბოდიშ თუ მოიხდის, ალბათ ეს შეკვეთა აღარ იმუშავებს და მას მოსთხოვენ პასუხს იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღესვე კობა ლიკლიკაძე და გია ნიშნიანიძეც იმყოფებოდნენ. საგამოძიებო უწყების კითხვები აფხაზეთის ომის პერიოდს და მასში ბარამიძის ჩართულობას ეხებოდა. რაზე დაყრდნობით გაავრცელა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ინფორმაცია, რომლითაც ქართველი მებრძოლები ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა, უცნობია. ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე, რომელიც აფხაზეთის ომს აშუქებდა, ბარამიძის განცხადებას სიცრუესა და ღირსების შემლახავს უწოდებს. იმას, როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვედენ, ხოლო იქით ამხარე თურმე ანგელოზია რუსული დისციპლინით მოქმედებს, ეს მათ ღირსებას ლახავს. და ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო მეტი, რამაც გამოიწვია აღელვება. ბარამიძის გამართლებას ახლა მხოლოდ მისი თანაგუნდელები ცდილობენ და მათი ერთ-ერთი ლიდერის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ. გია ბარამიძემ შეიძლება ფრაზა კონკრეტული და კონტექსტი არასწორად გამოიყენა. კარგი იქნება თუ ამ პოლიტიკურ სპეკულაციას ყველა თავს დაანებებს, მანიპულაციას.
ნაციონალური მოძრაობის მსგავსად გია ბარამიძის განცხადებაზე დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია დე-ფაქტო რეჟიმისთვისაც. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო უწყების განცხადებით გამოძიების დაწყება წარმოადგენს პოლიტიკურ ელიტაზე ზეწოლის მცდელობას, რომელიც 10 წლეულების შემდეგ ავლენს წარსულის ტრაგიკულ მოვლენებზე ობიექტურად ფიქრის სურვილს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ქართველი სამხედროების დისკრედიტაციის მცდელობა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც გარე ძალები ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებენ. ჩვენ ქართველები ჰუმანური ხალხი ვართ და არაფერი არ გვეშლება. არც ომი არ გვეშლება, არც ომის წესები არ გვეშლება. ომსაც თავისი წესები გააჩნია და ქართველები ყოველთვის ისტორიულად ამას იცავდნენ და მიზანმიმართულად ამ ტიპის განცხადებების გაკეთება როგორმე დააზიანონ ქართული ჯარი, დააზიანონ ქვეყნის ინტერესები, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები, სხვა მეტი არაფერი. ეს არის შეგნებული მავნებლობა საკუთარი ერის წინააღმდეგ. ეს არის შეგნებული მავნებლობა საკუთარი ჯარისკაცების, ვეტერანების და ინგლისების მიმართ და წინააღმდეგ, რომელიც თავის დროზე აფხაზეთში იბრძოდნენ და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის კაფიოდ გამოხატული სურვილი მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება აწარმოებს, შევიდეს ჩიხში. სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები აქტიურად გრძელდება. ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში იმყოფება აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხას ჩემია და რეჟისორი გოგა ხაინდრავა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა დააყენა. ამის საფუძველი კი აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლითაც მან ქართველი მებრძოლები ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა. მოსკოვი ევროპისგან კვლავ სოლიდურ შემოსავლებს იღებს. ევროკავშირმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდა. გაყიდვებიდან რუსეთის შემოსავლებმა დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიაღწია. ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საფრანგეთია. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის მზარდი მონაცემები სახელისუფლებო გუნდისთვის ევრობიუროკრატიის პოლიტიკის ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითია. მართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც ევროკავშირი საქართველოსგან მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას მოითხოვს, რუსეთი ევროპული ფულით მდიდრდება. დეტალებით მარიამ რატიანი. ევროპა კვლავ მოსკოვის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მსხვილი წყაროა. ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14%-ით გაზარდეს. ანგარის გერმანული გამოცემა ავრცელებს. ბილტის ინფორმაციით, რუსეთის შემოსავალმა LNG გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიაღწია. ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კი საფრანგეთი იყო. მონტუარის პორტმა მხოლოდ ივნისში რუსული ენერგომატარებლის მიღება მაისის თვესთან შედარებით 4-ჯერ გაზარდა. ევროკავშირის შესყიდვებში 16%-იანი ზრდა ფიქსირდება მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაჩვენებლებით. Yamal LNG-ის პროექტიდან ბრიუსელმა წელს ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ტონა ტვირთი მიიღო. ეს ყველაფერი კი იმ ოფიციალური განცხადებების პარალელურად, რომელთა მიხედვითაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს. ბრიუსელის ქმედებების მკაფიოდ შეფასებისგან ნაციონალურ მოძრაობაში თავს იკავებენ. რაზე ვლაპარაკობთ? სადღაც ჩორს მიდიხართ. აქ ნახეთ პრობლემები. ევროკავშირის ქმედებებს ორმაგ სტანდარტს უწოდებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ საქართველოს მისამართით გაკეთებული უსაფუძვლო განცხადებების პარალელურად ბრიუსელი რუსეთის ეკონომიკური რესურსების გაძლიერებას ხელს თავად უწყობს. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. არა მხოლოდ ბუნებრივი აირით გადახედეთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, როგორ არის მონაცემები ბოლო წლების განმავლობაში. მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი და მას შემდეგ რაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები და თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. ამას ვაკვირდებით ომის დაწყების დღიდანვე, თუ როგორ აღმავებს პირიქით ევროკავშირი და ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირიდან რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს, როცა მათ ჭირდებათ და მათ ეკონომიკას და მათ სურვილებს ესადაგება. ჩვენ რო შეუძლიათ რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ხოლო საქართველოსთან მიმართებით ამოძრავებთ რა ნეგატიური სურვილები, ითხოვენ იმას, რასაც თვითონ არ აკეთებენ. რატომღაც ჩვენთვის რაც მიუღებელია, ის აუცილებლად მათთვის მისაღებია და ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი. ბრიუსელის გადაწყვეტილებებში ასევე ორმაგ სტანდარტებს ხედავს გურამ მაჭარაშვილი. ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერისთვის ევროკავშირის ქმედებებში ფასადური ანტირუსული პოლიტიკა იკითხება. ბალტიისპირა ქვეყნებში პრემიერები და მათი ოჯახის წევრები სავაჭრო ბრუნვითანია რუსეთთან დაკავშირებულები.
თავად ბრიტანეთმა მოუხსნა სანქციები ერთ-ერთ კომპანიას, ნავთობის კომპანიას, რუსეთისას და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსი ტურისტიც არ მიიღოთ აქ. ეს არის ის ვითომ რუსოფობია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის მოწოდების პარალელურად თავად ევროკავშირის საპირისპირო ნაბიჯებს დგამს. სწორედ საფრანგეთი იყო მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი, როდესაც ემანუელ მაკრონმა რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობაზე დაიწყო საუბარი. საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება, ამის კიდევ ერთი დასტურია ყაზახეთის გადაწყვეტილება, რომელიც ნავთობის ექსპორტისთვის საქართველოს გავლით დამატებით მარშრუტებს განიხილავს. საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მიმართულებებზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტზე. 2026 წელს ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ექსპორტის 31%-ით ზრდა დაგეგმა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი ტრანზიტი უზრუნველყოს, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენებით. მარიამ რატიანი გიამბობთ. საქართველოს ყაზახური ნავთობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფანი ხდება კასპიის მილსადენის კონსორციუმის არასტაბილური ფუნქციონირების ფონზე. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების შემუშავებაზე მუშაობს და მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მიმართულებებსაც განიხილავს. ქართული მხარე ენერგომატარებლის გაზრდილი მოცულობის მიღებისთვის მზაობას გამოთქვამს და სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს. 2026 წლის გაზაფხულზე ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამ ხელშეკრულების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების და ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი, ესე იგი ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოს ყაზახეთისთვის ყველაზე ლოგიკური ალტერნატივაა ოფიციალური ასტანა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტის 31%-ით თითქმის 2 მილიონ ტონამდე ზრდას გეგმავს. ბაქო-სუფსის მილსადენს კი ყაზახური ნავთობის კასპიის ზღვიდან შავი ზღვის პორტებამდე დივერსიფიცირებულად ტრანსპორტირების უზრუნველყოფის უპირატესობა აქვს. საქართველოს სრულ მზადყოფნაშია ყაზახეთიდან ნავთობის გაზრდილი მოცულობების გატარების შემთხვევაში უზრუნველყოს ტრანზიტი როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ასევე ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია პერსპექტივები ბაქო-სუფსის სატრანზიტო მილსადენის დატვირთვასთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე წელს აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეულ შეთანხმებებს უკავშირდება. სამხრეთ კავკასიის აზერბაიჯანსა და საქართველოსზე გამავალი მარშრუტი ტრადიციული მარშრუტების ყველაზე საუკეთესო ალტერნატივად ითვლება. ეს მარშრუტი თავაზობს პროგნოზირებად და სამართლიან ტარიფს მიმწოდებლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაქო-სუფსის მილსადენის როლის ზრდა უკანასკნელ პერიოდში. ყაზახეთის გეგმებს დადებითად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები. მათი განმარტებით აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყნის ენერგომატარებლების საქართველოს გავლით ტრანსპორტირება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სანდოობაზე მეტყველებს და მისი ეკონომიკური განვითარების პირდაპირი საწინდარია. ყაზახეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანა. ჩვენ რაც უფრო მეტი ძლიერი მოთამაშე მეყოლება ჩართული ამ შუა დერეფნის კონცეფციაში, ეს ქვეყნისთვის იქნება ცალ-ცალკად მომგებიანი. ეს იქნება დამატებული შემოსავლები, ახალი ინვესტიციები. ეს ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოებრივ მდგრადობას, ინსტიტუციურ სიმყარეს, საინვესტიციო გარემოს და მეორე მხრივ ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღოს დამატებითი შემოსავლები იმისათვის, რომ მოხდეს უცხოური საქონლის გატარება ქვეყნის ტერიტორიაზე. ყაზახეთის გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით ქვეყნისადმი მზარდი საერთაშორისო ინტერესის კიდევ ერთი დადასტურება. 1768 კილომეტრის სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს კი წელიწადში 50 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გატარება შეუძლია.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი არ არის. განმარტებები ეროვნულ ბანკში კეთდება. აღინიშნა, რომ სანქცირებულ სუბიექტებს ცებისთვის არ მიუმართავს და ამასთან სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით კომპანიას რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. ქვეყანაში მოქმედი წესები და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ჩარჩო მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს და ეფექტიან ფილტრს წარმოადგენს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ არალეგალურ საქმიანობასთან. სოსო ელისაშვილი გიამბობთ. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რეგისტრაციის სამართლებრივი ჩარჩო საქართველოს რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა, რაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ აღიარებულია. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ რეგულაციის შედეგად სექტორის გამჭვირვალობა, სანდოობა და ანგარიშ ვალდებულება გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შპს შელბიც, რომელსაც სავაშ კაიან ვანპური ხელმძღვანელობს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს. გარდა ამისა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად აღნიშნულ კომპანიას რეგისტრაცია გაუქმებული აქვს. როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, რომ საქმიანი ურთიერთობა ისეთ კომპანიებთან დაამყარონ, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არ არის ნებადართული. კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება კი ხაზს, მარეგულირებელი ჩარჩოს და ბაზარზე დაშვების მოთხოვნების სიმკაცრეს უსვამს. ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრაციის ან ლიცენზირების გარეშე ოპერირებს, ეწევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და ბუნებრივია ვერ მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულირების და ზედამხედველობის ქვეშ. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა რეგისტრირებული. ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს და ეფექტურ ფილტრს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ არალეგალურ საქმიანობასთან. ამასთან რეგისტრაციით ვალდებულებები არ სრულდება. ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტი ვალდებულია შესაბამისობაში იყოს ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციათა რეჟიმთან. ფინტექ ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების საქმიანობა ეროვნული ბანკის მხრიდან მკაცრად რეგულირდება. შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ყველა წესს ზედმიწევნით იცავენ. როგორც დავით კიკვაძე განმარტავს, ქვეყანაში სექტორი საერთაშორისო მოთხოვნებისა და რეგულაციების შესაბამისად ვითარდება. ეს კომპანია არც რეგისტრირებული, არც მიუმართავს ეროვნული ბანკისთვის და შესაბამისად რეალურად შეგვიძლია თქვა, რომ უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისთვის უკვე სამეწარმეო საქმიანობაც უკვე გაუქმებულია. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია თქვა, რომ საქართველოში რეალურად მსგავსი ტიპის არალეგალური ოპერაციები ძალიან მკაცრად მონიტორინგდება შესაბამისი სამსახურების მიერ და აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების ბაზარი არის მოწესრიგებული, ხორციელდება მათი ზედამხედველობა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან და შესაბამისად სხვა სტრუქტურების მხრიდან და მთლიანობაში აღნიშნული სექტორი ჯანსაღად საერთაშორისო მოთხოვნების, საერთაშორისო აქტების საფუძველზე ვითარდება. ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ ქვეყანაში არსებული მკაცრი რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ეროვნული ბანკი კი მხოლოდ იმ კომპანიების საქმიანობაზეა პასუხისმგებელი, ვინც მისი რეგულირების სფეროშია მოქცეული. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც არის მისი რეგულირების სფეროში, ანუ რომელთანაც მას აქვს დადებული ხელშეკრულება, რომელსაც თვითონ მიმართა ამ კომპანიამ. ნებისმიერი კომპანია, რომელიც არ არის ეროვნული ბანკის რეგულაციის სფეროში, ბუნებრივია მასზე პასუხისმგებლობის დაკისრება ეროვნული ბანკისთვის არის პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი. ჩვენ ვართ ძალიან მაღალი და მკაცრი საერთაშორისო რეგულაციების ქვეშ. აი დაახლოებით იმ დონის რეგულაციებზე აქ საუბარი, როგორც არის დავუშვათ ისეთ ქვეყნები, როგორც არის ბრიტანეთი და საფრანგეთი. საქართველოს ერთხელ ჩართული გლობალურ ეკონომიკურ საფინანსო ურთიერთობებში უფრო მეტად საქართველოს აპირებს, რომ მოახლოს პერიოდში სერიოზული ფინანსური ხაბის როლი შეასრულოს და ამის დასტურია ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში გამართული საერთაშორისო ფინანსური კონფერენცია, რომლის გამეორება გათვალისწინებულია ერთ წლის თავზე, იმისათვის რომ საქართველოს კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი თავის ფინანსურ მდგრადობას, ეკონომიკურ გამჭვირვალობას, ფულის მოძრაობის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების აბსოლუტურ უზრუნველყოფას და ამ მხრივ ეროვნული ბანკის პოზიცია არის ცალსახა და შეუვალი. იგი ყოველთვის ფულის გათეთრების წინააღმდეგ
მმართველ გუნდში უსვამენ ხაზს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან შესაბამისობაში არაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დასტურდება. შესაბამისად, საქართველოსა და ქვეყანაში არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. ეროვნულმა ბანკმა და ჩვენმა ქვეყანამ ამ საკითხს პასუხი გაცა. ის არის იმ ყოფის კომპანია, რომელიც სავალდებულოდ ლიცენზირებას ექვემდებარება და რეალურად ლიცენზირებული არ იყო, რადგანაც პრაქტიკულად ის ქართული სამართალ მოქმედების იურისდიქციის ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც არ მოახდინა სწორედ ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ლიცენზირება. ბუნებრივია, რომ აქ რა თქმა უნდა სახელმწიფოსთან მის რეგულაციებთან მიმართებით არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ მარეგულირებელ ჩარჩოს დადებითად დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ. 2014 წელს სოფელ მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული არასრულწლოვანი გურამ დადიანიძის საქმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალის შესახებ გარემოებებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოძიების კითხვებს 20 ადამიანმა უპასუხა. სამართალდამცველები დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით 2014 წლის 11 ივნის დილის 4 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ. გამოკითხვის შედეგად გინდება, რომ აღნიშნული ვიდეო გადაღებულია 2014 წლის 11 ივნის შუადღის 3 საათის პერიოდში. ხოლო დადიანიძის მეგობრების განმარტებით დადიანიძე გაუჩინარდა გამთენიას 4 საათისთვის. ასევე ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თითქოს 2014 წლიდან 2017 წლამდე არ ჩატარებულა საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გურამ დადიანიძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. 2014 წელს დუშეთის რაიონულ სამმართველოში შეიქმნა ძებნის საქმე, რის ფარგლებშიც ჩატარდა ყველა საჭირო ღონისძიება. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სპარსეთის ყურის ქვეყნების წამყვანი ტუროპერატორები გაეცნენ, უცხოელი კომპანიების წარმომადგენლები თბილისსა და კახეთს სტუმრობდნენ. ვიზიტორებმა ტურისტული მარშრუტები, ღირსშესანიშნაობები და სასტუმროების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა B2B შეხვედრები, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. დეტალებით ნუცა კოროშინაძე. საქართველოს ყურის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას განაგრძობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ქვეყანას არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან და ქუეითიდან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. გაცნობიტი ტურის მონაწილეებმა თბილისი და კახეთი მოინახულეს. გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სასტუმროებს, მარშრუტებსა და იმ პროდუქტებს, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე კონკურენტულ მიმართულებად წარმოაჩენს. გაიმართება როგორც ტურები, საინფორმაციო ტურები, სასტუმროებსა თუ რეგიონებში, ასევე B2B შეხვედრები პარტნიორებთან იმისთვის, რომ ერთად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოიყვანონ საქართველოში. ვიზიტის მთავარი მიზანი ქართული ტურისტული პროდუქტების ადგილზე გაცნობა და მათი შემდგომ ყურის ქვეყნების ბაზარზე შეთავაზებაა. ტუროპერატორებმა ინფორმაცია მიიღეს განთავსების ობიექტების, ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობის შესახებ და საქართველოს სხვადასხვა მიმართულების ტურისტულ პაკეტებში ინტეგრირების შესაძლებლობები შეაფასეს. მათი განცხადებით, ტურისტული პროდუქტების განვითარებასთან ერთად საქართველოს 4-ვე სეზონზე მოთხოვნად მიმართულებად ყალიბდება. სპარსეთის ყურის ქვეყნებში ნამდვილად დიდი ბუმია საქართველოს მიმართულებით, რასაც პირდაპირ ფრენები და რეისების მოკლე დრო განაპირობებს. ხალხს სულ უფრო მეტად უყვარს აქ ჩამოსვლა, რადგან საქართველოში მომსახურების დიდი მრავალფეროვნებაა. სტუმართმასპინძლობის სექტორი შესანიშნავ საქმეს აკეთებს, ისინი მოგზაურებს, გამაჯანსაღებელ პაკეტებს და პროცედურებს თავაზობენ. ასევე ტურისტები ჩამოდიან ბუნების სანახავად და სხვადასხვა კურორტებზე დასასვენებლად. ტუროპერატორები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ადგილზე ეცნობიან საქართველოს და ინფორმაციას იღებენ საქართველოს კულტურისა და ტურიზმის შესახებ, რომ საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ შესაბამისად გაუწიონ პოპულარიზაცია საქართველოს. აქ წარმოდგენილები არიან რეგიონის ყველა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანიები.
უცხოელი ტუროპერატორების ვიზიტი ქართველ კერძო სექტორთან საქმიანი შეხვედრებითაც გაგრძელდა. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე 40-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი და უცხოელი პარტნიორების სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მთავარი მიმართულებები ახალი ტურისტული პაკეტების შექმნა, ქართული ტურისტული პროდუქტების ყურის ქვეყნების ბაზარზე შეთავაზება და პირდაპირ ბიზნეს კავშირების გაძლიერება. მოწვეულები არიან გალფის ქვეყნების კომპანიები, რომლებიც ჩვენი აქტიური სტუმრები არიან და მნიშვნელოვანი ბაზარია საქართველოსთვის, რადგან ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდება პოპულარიზაციაზე ჩვენი ქვეყნის. ყურის ქვეყნები საქართველოს ტურიზმისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო ბაზრებზე დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება. ქვეყნის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე დაწყებულია წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების ქსელების განახლება. თამარ ჭოვალიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციების, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. რეაბილიტაციის პროცესს თბილისის მერი დღეს ადგილზე გაეცნო. დეტალები ნუცა კოროშინაძე. რუსთაველის გამზირზე დაწყებული მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზეა კონცენტრირებული. იცვლება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ეწყობა სანიაღვრე სისტემა. პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში. რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. უმძიმეს მდგომარეობაში იყო მიწისქვემოთ არსებული ქსელები, ავარიული, რაც უდიდეს პრობლემას უქმნიდა გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებს და ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას. მინდა რომ სექტემბრისთვის ჭოველიძიდან ელბაქიძის აღმართამდე მთლიანად ეს მონაკვეთი იყოს მოწესრიგებული, ან გადაადგილება ავტომობილებით იყოს შესაძლებელი. ქვედაფენებში გვინდა მოვაქციოთ, რადგან სამუშაოები შემდეგაც გაგრძელდება. რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება. ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართამდე მონაკვეთზე მიწისქვეშა სამუშაოების შემდეგ ასფალტის ქვედა ფენები დაიგება და ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი გახდება. სრული რეაბილიტაცია კი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მერიის ინფორმაციით მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება აუცილებელი იყო, რადგან არსებული ქსელები მძიმე მდგომარეობაში იყო და პრობლემებს, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე საგზაო ინფრასტრუქტურას უქმნიდა. იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორც ვიცით, წყალარინების და წყალმომარაგების ქსელები, ასევე დავიწყეთ სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები, ტროტუარებზე მიმდინარეობს კაბელარხების მოწყობა, სადაც შემდგომ ათავსდება საჰაერო სადენები, გაზმომარაგების მილები იცვლება და სადაც არ იყო იქ ახალი ეწყობა. სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ტროტუარებზე ეწყობა მიწისქვეშა კაბელარხები, სადაც დღეს არსებული საჰაერო სადენები განთავსდება. მიმდინარეობს ძველი ფილების, მოაჯირებისა და სხვა ინფრასტრუქტურული დეტალების დემონტაჟიც. მიწისქვეშა გადასასვლელები კი გრუნტისგან იწმინდება, რის შემდეგაც ჰიდროიზოლაციის სამუშაოები დაიწყება. ისე რომ გზის გაბარიტი არ შეიცვლება ზოლების რაოდენობა, სამანქანო ზოლების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგცემს, რომ რუსთაველზე აღარ იყოს სატრანზიტო სამანქანო მოძრაობა, გულისხმობ თავისუფლების მოედანზე და ზეთისხილის ხესთან მობრუნებას, არამედ თითოეული ქუჩის კვეთაზე მოეწყობა სამანქანო კვანძები, შუქნიშნით რეგულირებული, რაც მანქანებს საშუალებას მისცემს, რომ გააგრძელონ მარცხნივ მოხვევით მოძრაობა, როგორც ზემო მთაწმინდის მიმართულებით, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩავეტიოთ მოცემულ პერიოდში. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე სანიაღვრე კოლექტორზე. მიწისქვეშა ქსელები, რომელიც GVP-ს ეკუთვნის, იყო ძველი თუჯის მილები, პრაქტიკულად წყობიდან გამოსული და მიმდინარეობს სრულად ამის შეცვლა. მიწისქვეშა ქსელების მოწესრიგების შემდეგ რეაბილიტაცია უკვე გამზირის ზედაპირზე გაგრძელდება. ბუნებრივი ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, გზის სავალ ნაწილზე ახალი ასფალტი დაიგება. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება ახალი შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
ჩვილთა ოპტიმალური კვებისა და ჯანსაღის ზრდა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ძუძუთი კვების მსოფლიო კვირაული აღინიშნება. კვირაულის ფარგლებში ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. ცნობიერების ამაღლების მიზნით კი ქვეყნის მასშტაბით სამშობიარო დაწესებულებებში ორსულებსა და ახალბედა დედებს საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. ძუძუთი კვების დადებითი გავლენა. დეტალებით მარიამ ნებიერიძე. ძუძუთი კვების მნიშვნელობა და მისი დადებითი გავლენა დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სპეციალისტებმა იმსჯელეს როგორც ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე, ისე იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოში ამ მიმართულებით კვლავ რჩება. ძუძუთი კვების მხარდაჭერა არის ძალიან ეფექტიანი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაში. თუმცა ეს პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის და ოჯახის მხარდაჭერასთან ერთად საჭიროებს კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღენიშნა, რომ დედის რძე ჩვილის სრულფასოვან კვებას უზრუნველყოფს, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს მის ჯანსაღ ზრდა განვითარებას. ამასთან ძუძუთი კვებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს თავად დედის ჯანმრთელობისთვისაც. კლინიკაში ლაქტაციის მხარდაჭერა სამშობიარო ბლოკიდანვე იწყება. მე როგორც ლაქტაციის სპეციალისტი ინდივიდუალურად ვუდგები ყველა დედას, რომ გაუმარტივო ლაქტაციის პირველი დღეები. დედის რძეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღენაკლული ახალშობილებისთვისაც. დარგის სპეციალისტების თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში ახალშობილის გადაყვანა ავტომატურად არ ნიშნავს ძუძუთი კვების შეწყვეტას. მნიშვნელოვანია ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით დედის რძის შესაბამისი ფორმითა და მეთოდით მიწოდება. დედის რძე ჩვენი პირველი წამალია. ზოგადად ყველა დროული ახალშობილის და ასევე განსაკუთრებით დღენაკლი ახალშობილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედის რძეს არა მარტო კვებითი, არამედ ძალიან დიდი იმუნური მნიშვნელობა აქვს. ყველა ახალშობილის დედამ უნდა იცოდეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ახალშობილის გადმოყვანა ავტომატურად არ ნიშნავს დედის ძუძუთი კვების შეწყვეტას. ძუძუთი კვების ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კვირეულის ფარგლებში სამშობიარო დაწესებულებებში ორსულებსა და ახალბედა დედებს საინფორმაციო ბროშურები გადასცეს, სადაც დეტალურადაა განმარტებული ძუძუთი კვების მნიშვნელობა და მისი სარგებელი. მომზადებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის მიზნით წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს. საგანმანათლებლო ნაწილი არაფორმალური განათლების მეთოდებს ეფუძნება და ითვალისწინებს როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დისკუსიებს, ვიქტორინებს და შემოქმედებით დავალებებს. შემეცნებითი პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ისტორიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას. ბანაკს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სამინისტროსა და მოსწავლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს. ეს არის ერთიანი სივრცე, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება განახორციელონ ის იდეები და ის ინიციატივები, რომელიც მათ გააჩნიათ, ასევე გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან და თავის შემოქმედებითობა და შესაძლებლობები უკეთესად წარმოაჩინონ. აღნიშნული ბანაკის პერიოდში მოსწავლეები ჩაერთვებიან საგანმანათლებლო შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში. უბრალოდ დროს გაატარებენ ხალისიანად და კარგად, შეიძენენ ახალ უნარებს, დაიცნობენ ახალ მეგობრებს და სამომავლოდ მათ ეს გამოადგებათ როგორც სასწავლო, ისე პირად ცხოვრებაში. ჩვენი ცენტრის არაფორმალური განათლების მიმართულების ექსპერტები მიერ შემუშავებულია სხვადასხვა პროგრამები, აქტივობები, შემეცნებითი მიმართულებით, რაც მოიცავს კულტურული ისტორიული მემკვიდრეობის, სადახირებულებების, წიგნიერების, ღირებულებითი განათლებისა და სამოქალაქო შემეცნების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებსა და აქტივობებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო ზურაბ პატარაძე სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაიცნო. ასევე დაათვალიერა უწყების ბალანსზე არსებული სპეციალიზირებული ტექნიკა. ღონისძიებაზე სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვრილისთვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სატყეო სექტორის განვითარება და მწვანე საფარის დაცვა რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სატყეო მიმართულება არის ერთ-ერთი უმთავრესი როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის. მწვანე საფარის შენარჩუნება, ზრუნვა, განვითარება, ზოგადად ეკოტურიზმის განვითარება, ადამიანებთან კომუნიკაცია, სწორი რჩევების მიცემა, გაფრთხილება, ეს არის მთავარი პრიორიტეტები, რაც დღეს თვითონ სატყეო სააგენტოს თანამშრომელს ევალება. სატყეო სააგენტოს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს არაერთი მიმართულებით, როგორც ტექნოლოგიების განახლება, აგრეთვე აღჭურვილობისა და სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების განახლება, დანერგვა, ახალი მიმართულებების, მათ შორის მნიშვნელოვანია როგორც სპეციალური ტექნიკის შეძენის მიმართულება, აგრეთვე სხვადასხვა აღჭურვილობა. მუშაობ აჭარის სატყეო სააგენტოში რამდენიმე წელია, ფიტოპათოლოგია ვარ, მოხარული ვარ დღევანდელი ღონისძიებებში დაჯილდოებისთვის და ორმეს მადლობას მოვიხდი ამისთვის. Უსხოპოსტოვის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე მოხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.